თბილისი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს მასპინძლობს. დღეიდან 9 ნოემბრის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი და უცხოელი დიზაინერების გაზაფხული ზაფხულის კოლექციების ჩვენებები გაიმართება. კვირეულის ორგანიზატორებს მოდის ინდუსტრიის მომგებიანად ქცევის ამბიცია აქვთ. პირველი დღე ავთანდილს დაეთმო. შორინა კოპალეიშვილი მოდური კულისებიდან გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს ესთეტების თავშეყრა. შორინა, რა ხდება? მოგესალმებით, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გადმოვინაცვლეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დედაქალაქის საკრებულოს დარბაზიდან, სადაც ოფიციალურად გაიხსნა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული. დღეიდან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ესტუმრება ძალიან ცნობილი მოდის გამომცემლობების ჟურნალისტები, ბაიერები, დიზაინერები. დღეს უკვე თამამად წერს ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Vogue-ის საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარებაზე, რომ ეს არის ქვეყანა და არათა შტატი, პოსტსაჩუქრ ქვეყანა, სადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ მოღვაწე დიზაინერები ძალიან დიდ შედეგებს და მიღწევებს აღწევენ არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ აქ ყველაზე გემოვნებით ჩაცმული გოგონები არიან და ასევე ხაზი გაესვამ თბილისურ ქუჩის სტილსაც. ალბათ უფრო ბევრს დაწერენ ცნობილი გამომცემლობები ქართული მოდის შესახებ Mercedes-Benz-ის კვირეულის დასრულების შემდეგაც. წელს დევიზი, როგორც ხეაშენ აღნიშნა, მთავარი არის ქართული მოდის ბიზნესის განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოლოდინი, მე არ ვიცი, მე მაქვს იმისი, რომ დიზაინერები ასახელებენ ქვეყანას არა მარტო. უბრალოდ თავის თავს არ შეირწმენენ და იქნება ის დონე, რა დონეც თუნდაც Mercedes-Benz-ის კომპანია და მიუახლოვებენ რა სტანდარტებიც არის მსოფლიოში დღევანდელ დღეს. მოლოდინი არის ძალიან დიდი. კარგი იქნება თუ ქართველი დიზაინერები წარმოადგენენ მათი კულტურისთვის დამახასიათებელ და განმასხვავებელ შტრიხებს საკუთარ კოლექციებში. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი ქართული მოდის, რაც განასხვავებს მას მსოფლიო მოდის პოდიუმზე. კოლექცია გამოვიდა საკმაოდ თამამი, უფრო არკია, თუმცა მას ყავს მომხმარებელი, ძალიან მოეწონა იაპონელ და ამერიკელ ბაიერებს, რომლებიც იყვნენ პარიზში ჩემი კოლექციის სანახავად, ასე რომ ნახოთ ახლა რას დაწერს აქ ჩამოსული პრესა. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული უკვე ოფიციალურად გაიხსნა, სულ ცოტა ხანში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ველოდებით ავთანდილის ჩვენებას. ჩვენ საშუალება გვქონდა შეგვეხედა თუ რა ხდებოდა კულისებში და წინასწარ გაგვიმხილა დიზაინერმა თუ რა გახდა წელს 2016 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექციისთვის ავთანდილის შთაგონების წყაროს. შორინა კოპალეიშვილი ესწრება მოდის კვირეულს, ჩვენ კი